59 წლის სექტემბერში გამოცხადდი კონსერვატორიაში როგორც უკვე მესამე კურსის სტუდენტი. 57-ში ჩავაბარე. ხო და აი სექტემბერში ვიკრიბებოდით ხოლმე ყოველთვის და საერთოდ ჩვენ ფაკულტეტზე ესე იღებდნენ 5-6 კაცს მაშინ. ხო და ყოველთვის საინტერესო იყო ვინ მიიღეს ახალი სტუდენტები. ეხლა ყველა სტუდენტები ჩვენი საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტის ხვდებოდით გუნდზე. ანუ გუნდის კლასში. პირველი გაკვეთილი გუნდისა, ესე იგი ჩვენი შეკრება დიდ კლასში. მახსოვს ბოლო სართულზე იყო დიდი კლასი. შევიკრიბეთ იქ გუნდის პედაგოგი მაშინ იყო მამია ჩიკაშვილა. ეს ოზურგეთელი კაცი იყო გურული, ნეგრული გვარით, ესე იგი ძალიან ისეთი იუმორი და კარგი პიროვნება. გამოგვიცხადა რომ აი წელს მივიღეთ არ მახსოვს 4 თუ 5 სტუდენტი და ჩამოთვალა ყველა. მე ყველას ვიცნობდი. მახსოვს კიდეც ლია თავართხილაძე იყო თბილისელი, ეთერი ფრეწუაშვილი იყო გორელი, ვაჟა კარდენახიშვილი იყო, ესე იგი ერთი იყო ხოლო უცნობი ახალგაზრდა ყმაწვილი და ბოლოს თქვა რომ აი ეს ახალგაზრდა ყმაწვილი ქუთაისიდან ჩამოვიდა და ჩვენი სტუდენტი გახდა. ჩემ გასწრუვიჯდა იქით ხო და შევხედე საინტერესო მომეჩვენა პიროვნება შესვენებაზე მე გამოველაპარაკე. ვინ ახარ, რა ხარ, საიდან მოხვედი? დავადგინე რომ გომარ სიხარულიძე ვარო მე. არა, ჩიკაშუამ კი გითხრა ეს გომარი სიხარულიძეა, მაგრამ უბრალოდ გავესაუბრე და მითხრა დაამთავრა მან ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი საგუნდო სადირიჟორო განყოფილება და იმავე წელს წამოვიდა და ჩაირიცხა ჩვენ ფაკულტეტზე. ამის შემდეგ რა თქმა უნდა დავახლოვდით. თავიდანვე შევატყე რა თქმა უნდა ამას რომ ნიჭიერი კაცი იყო ესა, მაგრამ თვითონ საინტერესო იყო, იმიტომ რომ ხმაც მაშინვე ჩანდა რომ ძალიან საინტერესო ხმა მომღერალი იყო თვითონ. ხო როგორც გაირკვა საუბარში ეს მუსიკალური ოჯახიდან იყო, ესე იგი ოჯახში მღეროდნენ და სასიმღერო ტრადიცია იყო. მაგრამ ერთი გამიკვირდა მაშინვე გომარი. პირველად გავიგე ეს სიტყვა და ეს სახელი უბრალოდ და ვერ გავიგე ესა და მე გავესაუბრე და როგორც დავადგინე, ასე მახსოვს ყოველ შემთხვევაში მე რომ მამას ერქვა გიორგი, ქუთაისში ეძახდნენ გოგის და დედას ერქვა მარიამი. ანუ მარი და შეერთესო ესე გოგია და მარი და გომარი. გომარი და ძალიან საინტერესოდ ჩამრჩა ეს დღემდე, იმიტომ რომ მე ეს სახელი არც მანამდე გამიგია რომ ვისպես ერქვა და არც დღეს ვიცი რომ ვისպես ერქვა. მე ვფიქრობ რომ ესეც განგებაა რომ გომარი ერთადერთი იყო პიროვნება რომელიც უნდა ყოფილიყო სწორედ გომარი სიხარულიძე და რომელმაც მე ვთვლი რომ ნათელი და კეთილი კვალი დაამჩნია ქართულ მუსიკაში. გუნდთან ძალიან კარგად მუშაობდა. ანუ ჩანდა რომ მას ეს სიმღერის გამოცდილება ჰქონდა და მე უბრალოდ ეხლა ძალიან რო არ გავაგრძელო, მან დაამთავრა თავისი სახელმწიფო გამოცდა, ესე იგი დაამთავრა ძალიან საინტერესო ნაწარმოებით. ერთი იყო ქართული იოსებ კეჭაყმაძის ჩონგურს, ეს არის ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსზე დაწერილი ნაწარმოები, შენი ოხრანი კაეშნის ხმანი ჩონგურს, ესე იგი ძალიან საინტერესო, სხვათა შორის ეს სოსომ დაწერა ადრეულ ასაკში სტუდენტობის დროს. აი გომარი მაიღო სახელმწიფო გამოცდაზე და ძალიან საინტერესოდ, იმიტომ რომ საკმაოდ რთული გუნდია დღეს, რატომღაც აღარ მღერიან, ესე იგი ძალიან კარგად გააკეთა. და სხვათა შორის ეს გუნდი პირველად მან შეასრულა ესეთი საჯაროდ, იმიტომ რომ სახელმწიფო გამოცდაზე ხალხი ესწრებოდა ხოლმე, მცირე დარბაზში ჰქონდა და მე ვფიქრობ რომ ამ გუნდს ესე იგი მან მისცა ასე ვთქვათ ატესტატი თუ შეიძლება ითქვას, აი მან. რატო იცი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველად ვინ წარმოაჩენს. შეიძლება პირველ შემსრულებელმა ესე იგი ძალიან კარგად წარმოაჩინოს და შეიძლება საერთოდ
ყოველგვარი ეფექტის გარეშე და ვერ წარმოაჩინოს, ასე ვთქვათ. მოკლედ ძალიან კარგად გააკეთა ეს გუნდი და მეორე იყო ძალიან კარგად მახსოვს სომეხი კომპოზიტორის არუთინიანი არის, ასე იყო უბრალოდ ალექსანდრე არუთინიანის ძალიან პოპულარული იყო მაშინ მისი კანტატა სამშობლოზე. სამშობლოს რამდენიმე ნაწილიანი კანტატა იყო, მაგრამ თავარია რომ გომარი აიღო ფინალი. ამ კანტატის ფინალი ეს იყო ძალიან რთული ტექნიკურად, მახსოვს კარგად, იმ ტეხილი რითმით იყო ეს 5/4, 7/4, 2/4 და რა თქმა უნდა მაშინ როგორც ახლა ზეპირად დირიჟორობდით სახელმწიფო გამოცდაზე და ძალიან კარგად იდირიჟორა და წარმატებით დაამთავრა. რამდენიმე წლის შემდეგ, ესე იგი, გომარიმ ჩააბარა საკომპოზიციოზე. დაამთავრა მე მგონი 66 წლში. დაიწყო როგორც კომპოზიტორმა, აქ სანამ კიდე კომპოზიციაზე ვილაპარაკებთ, უნდა ვთქვა მისი საზოგადოებრივი მუშაობა, ესე იგი. მან ძალიან რთული გზა და ძალიან საინტერესო გზა გაიარა, ესე იგი, ის მუშაობდა ჯერ სასწავლებელში პედაგოგად, მერე მეხუთე მუსიკალური სკოლის დირექტორი იყო, მერე პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში მუსიკალური კათედრის გამგე იყო, ანუ წამყვანი იყო და თეატრალურ ინსტიტუტში ასევე მუსიკალური განყოფილების, ესე იგი, ერთ-ერთი წამყვანი. ასე რომ საკმაოდ რთული გზა გაიარა ამ მხრივაც. და ბოლოს უნდა აღვნიშნო ჩვენი შემოქმედებითი ურთიერთობა უკვე ცოტა მოგვიანებით შედგა, იმიტომ რომ ის თვალს ვადევნებდა და ყოველთვის მეგობრობდით ჩვენ და ძალიან ხშირად ხვდებოდით, მაგრამ რატომღაც არ მაწუხებდა თავისი ნაწარმოებებით. მაგრამ აი 1989 წლის დეკემბერი იყო, ესე იგი. მე მოვიდა და მითხრა გივიო სანდრო მრევლიშვილიო აკეთებს ესე დგავს იესო ნაზარეველსო იონეს სახარების მიხედვითო და მთხოვაო რომ გუნდი მინდა რომ გუნდი მონაწილეობდეს ცოცხლათო როგორც ანტიკურ თეატრში ანუ ძველ ბერძნულ თეატრში ცოცხლათო და ასევე სპექტაკლზე იყოს გუნდიო იდგესო. მე ვუთხარი ძალიან კარგი იდეაა და სიამოვნებით დავთანხმდი. მე ვწერო მუსიკას აკაპელა თანხლების გარეშე გუნდისათვისო და თუ ამომიდგები მხარში. მე ვუთხარი კაცო ეს ერთხელ მოხვედი ამ თხოვნით როგორ გეტყვი უარს მეთქი და მართლა მოვამზადეთ. რამდენიმე ნომერი იყო საკმაოდ რთული, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის რომ ეს იყო ძალიან ქართული საგალობლების ესე იგი ინტონაციით, მანერით, მაგრამ არც ერთი ნომერი არ იყო ესე იგი რაღაც კონკრეტული საგალობლის გამეორება. თავისი იყო ყველაფერი, თავისი. კარგად მახსოვს ყველა ნომრის დასახელება არ მახსოვს, მაგრამ დამამახსოვდა ოსანა, ძალიან ეფექტური და მე მგონი ალილო იყო ერთი ტენორი სოლისტისა და გუნდისათვის და საერთოდ ძალიან ბევრი ნომერი იყო, რომელიც ესე თანხლებას უწევდა. ეს სპექტაკლი დაიდგა კახეთის დარბაზში, ეს სპექტაკლი შედგა 1990 წლის 8 თებერვალს. ძალიან ბევრი ხალხი იყო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო თვითონ ახლა, იმიტომ რომ ეს თემა სცენაზე, იესოს სცენაზე ეს ცოტა უჩვეულო იყო. სხვათა შორის რო არ დამავიწყდეს, მან მოიწვია იესო ნაზარეველის როლში მიშა გომიაშვილი, რომელმაც ბრწყინვალედ ის ნიჭიერი კაცი იყო საერთოდ. მიშა იყო შვილი ცნობილი არჩილ გომიაშვილისა. არჩილ გომიაშვილი უნიჭიერესი მსახიობი და უნიჭიერესი კაცი იყო, რომელმაც ბრწყინვალედ განასახიერა საბჭოთა კინოში ოსტაპ ბენდერის როლი 12 წამში. იფიდა პეტროვის ნაწარმოებში, რომელიც მე ვთვლი რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო როლი მის შემოქმედებაში. და მიშამაც მამის კვალზე ძალიან ბევრი საინტერესო როლი შეასრულა, როგორც ქართულ თეატრში, ასევე ქართულ კინოში და აი ეს
სამწუხაროდ ეს სპექტაკლი ერთხელ აჩვენეს მხოლოდ, იმიტომ რომ მაშინ ძალიან დაძაბული მდგომარეობა იყო პოლიტიკური და იქ ზოგი გამოჩნდა რომ როგორ შეიძლება იესოს სცენაზე. ფაქტია რომ ესე იგი დაგვრჩა ეს ერთი სპექტაკლის მოგონება. თუმცა ხალხი ძალიან ბევრი იყო ხალხი და ძალიან კარგად მიიღეს. სანდრო ნიჭიერი კაცი იყო, მუსიკა კარგი იყო, მსახიობები ძალიან კარგი იყვნენ და საინტერესო სპექტაკლი გამოვიდა. მე ვთვლი რომ გომარი ამ რაც ჩამოვთვალე ძალიან ბევრ საქმის გარდა კიდე ძალიან დიდი კვალიტატოა ქართულ კინოში და თეატრში. მას ძალიან ბევრი სპექტაკლები აქვს გაფორმებული და რა თქმა უნდა ქართულ კინოში ძალიან ბევრი კინო გააფორმა, მაგრამ მე უნდა გამოვყო ერთი ფილმი, რომელიც მე ვთვლი რომ ეს ამით მან უკვდავყო თავის სახელი ჩარირამა. ყველას ახსოვს ეს ჩარირამა კომედია, რომელიც ნიკოლოზ სანიშვილმა გადაიღო 1972 წელს. ხო და აი ამის მუსიკა მთლიანად გომარი სიხარულიძეს მიანდეს და რა თქმა უნდა ის სიმღერა ესე გალიაში გამოკეთე თუ აღარ მახსოვს როგორ არის, რომელსაც თვითონ ამღერის. ეს სიმღერა ისე დარჩა რომ მე ბევრჯერ მიფიქრია, აი შეიძლება სხვებმაც იმღერეს, მაგრამ ამ სიმღერას მხოლოდ გომარის ხმა უხდება და ისე მღერის რომ ეს საოცრებაა პირდაპირ. აი ესეთი კარგი ერთ-ერთი ნათელი პიროვნება იყო გომარი ჩემთვისაც და ვინც იცნობდა მას ალბათ მათთვისაც. მისი შვილები ესე პროფესიულ მუსიკას არ გაყვნენ. მათში არის ეს მუსიკალური გენი თუ შეიძლება ითქვას და მე მინდა გიორგი სიხარულიძეს, რომელსაც ბაბუის სახელი ქვია გომარის ვაჟიშვილი, რომელიც რეჟისორია თეატრის და ამჟამად თბანიშის სახელმწიფო თეატრია უკვე რამდენიმე წელია და მის სამხატვრო ხელმძღვანელია. სხვათა შორის თბანიშის თეატრს მიაკუთვნეს ზინა კვერენჩხილაძის სახელი. ეს ცალკე თემაა კიდე, მაგრამ ისე ცნობისათვის ბევრმა არის და ძალიან საინტერესოდ მუშაობს გიორგი, იმიტომ რომ თვითონ საინტერესო პიროვნება და საინტერესო რეჟისორია. მაგრამ ყველაზე მთავარი და ჩემთვის პირადად ძალიან ძვირფასი და ალბათ ბევრისთვის ის გამოჩნდა მუსიკალურ ასპარეზზეც. ამ რამდენიმე ხნის წინ ქართულ ტელევიზია იმედმა ასეთი გადაცემა მოაწყო მიმღერე. ოჯახები გამოდიან ესე იგი თავიანთ ტრადიციული ესე იგი სასიმღერო ხელოვნებით. აი გიორგი სიხარულიძე გამოჩნდა თავისი ოჯახით, შვილით, ცოლით და მათ იმღერეს და აი მაშინ ვიფიქრე რომ გაცოცხლდა გომარი და ისევ ცოცხლობს ეს მუსიკა ის გვარში და ასე ვთქვათ. გიორგი ღირსეული მამის ღირსეული შვილია და უსურვებს წარმატებას ქართული ესე იგი ხელოვნების საკეთილდღეოდ.